მოგესალმებით საქართველოდან. ხანგრძლივი ევროპული მოგზაურობის შემდეგ დავრუნდი საქართველოში და გადავწყვიტე მომდევნო კვირების განმავლობაში სწორედ საქართველოში ვიმოგზაურო. ბევრი არ მიფიქრია თუ პირველად სად წავიდოდი, ვინაიდან გონებაში დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ერთი ადგილი და ეს არის ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტია საქართველოში, მაგრამ ჩემი აზრით ცოტათი დაუფასებელი. ვინაიდან ამ მუნიციპალიტეტში არაერთ საინტერესო, მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ძეგლს შევხვდებით. სანახავი ადგილების სიმრავლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვინახულებთ, მაგრამ შევეცადე განსხვავებული ადგილები ამომერჩია და იმედი მაქვს საინტერესო მოგზაურობა გამოგვივა. ახლა პირველად ერთ ტაძარს ვესტუმრებით, სადაც რამდენიმე წელი არ ყოფილვარ, თუმცა ძალიან მიყვარს ეს ტაძარი და დავიწყოთ ჩვენი ქვემო ქართლის ბოლნისური თავგადასავლები. ბოლნისი მდინარე მაშავერას ხეობაში არსებული უძველესი მუნიციპალიტეტია. ბოლნისიც დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში, რაც დასტურდება მატერიალური და წერილობითი წყაროებით, კულტურის ძეგლებით. ბოლნისის ცენტრიდან ტაძრამდე მისასვლელად დაახლოებით 20 წუთია საჭირო. ტაძრის შესასვლელი კარი დაკეტილი დაგვდა, მაგრამ მითითებულ ნომერზე დავრეკეთ, მალევე გაგვიღეს და შეგვიპატიჟეს. ახლა მოდი პირადად ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ეკლესიაში, მაგრამ ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ როგორც ქვემო ქართლში, ბოლნისში, ისე მთლიან საქართველოში განსაკუთრებული ტაძარია. ვინაიდან თუ დავაკვირდებით მის ფორმას, კერძოდ მის გუმბათს, ასეთი წვრილი ყელით ძალიან ბევრი ეკლესია არ მახსენდება. ტაძრის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ამ კედელშივე ჩაშენებული წარწერა, რომლის მიხედვითაც ვინმე ჰასან არსენის ძეს აუშენებია ეს ეკლესია გიორგის მეფობის ჟამს. ვინაიდან ისტორიკოსების თქმით ეს ტაძარი მიეკუთვნება მე-12-მე-13 საუკუნეებს, დიდი ალბათობით ეს იყო ლაშა გიორგის მეფობის პერიოდი, შესაბამისად 1212-1222 წლების შუაში უნდა იყოს ეს შესანიშნავი ტაძარი აშენებული. ცნობები ვახუშტი კოტეტიშვილს აქ რა თქმა უნდა, რომელიც გვეუბნება ასეთ რამეს, რომ აქ ყოფილა მონასტერი, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ვახუშტი წერს მის შესახებ, უკვე ეს სამონასტრო ცხოვრება აღარ არსებობს. ცნობები მის შესახებ თუ როდის გაუქმდა, რატომ გაუქმდა სამონასტრო ცხოვრება იმ პერიოდში, ეს ჩვენ არ ვიცით. მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ გარდა იმისა, რომ თვითონ ტაძარია ძალიან ლამაზი, თავისი ბარელიეფებით, ჩუქურთმებით, ასევე საკმაოდ ლამაზ ადგილას მდებარეობს, გარშემო არის შემოდგომის სფერებში ტყეები, მინდვრები და აქ როცა მოხვალთ, არა მხოლოდ მოილოცავთ და მოინახულებთ ამ ძალიან საინტერესო ძეგლს, არამედ შეგიძლიათ დაიცვენოთ ეზოში და დატკბეთ ხედებით. წუღრუღაშენის ეკლესია გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. მოხატულობა მხოლოდ ნაგებობის ქვედა ნაწილში ყოფილა. გუმბათში კი მოხატულობის ნაცვლად რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. მთავარ ტაძარს ჩრდილოეთის მხრიდან მინაშენიც აქვს, რომელიც დიდი ალბათობით საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა და მოგვიანებით მიაშენეს. უნდა აღვნიშნოთ ჩუქურთმების შესრულების დიდი ოსტატობა. კედლებზე ხვდებით სამ წარწერას. ერთი დაუსრულებელია, ორი კი იდენტური შინაარსისაა, რომელთაგან ერთი უფრო დახვეწილი ოსტატობითაა შექმნილი. აქედან ირკვევა, რომ წარწერებზე სხვადასხვა ოსტატი მუშაობდა. ეკლესიაში სამხრეთ კედელში კარის გვერდით არის ნიში, ეგრეთ წოდებული სამალავი. ისეთი ვიწროა მხოლოდ ხელი თუ შეეტევა, სადაც ქვა არის ჩადგმული, რომელზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა. აღნიშნული სამალავის და ქვის არსებობა მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობას ცოდნია. დურჩილი იყო ერთად, საკეთებდა ჩამოინგრა თუ რაღაც. დაინტერესა და ნახარ ქვეიდან 20 წლის ამბავია. ბოლნური ჯვარი და რაც უნდა ვარ არის, რომ სულთა ქართული ტაძარია.
ახლა მივდივარ ერთი ციხესიმაგრის სანახავად, სადაც ნამყოფი არ ვარ აქამდე. იქამდე მისასვლელად სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდება, მაგრამ ინფორმაცია ვერ მოვიძიე, ფეხით გვიწევს სიარული თუ მანქანით შესაძლებელია მისვლა. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მივალთ და ადგილზე გავარკვევთ. ინტერნეტში რაც ვნახე ფოტო-ვიდეო, საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და ერთი სული მაქვს, მალე მივიდე და ერთად ვნახოთ, რა თქმა უნდა, ეს ციხესიმაგრე. ის მდებარეობა, რაც რუკაზეა მონიშნული, არასწორია. რეალ მინდორზე აღმოჩნდი, ამიტომ გადავწყვიტე გზა გამეგრძელებინა და ადგილობრივებს დავკითხოდი. ესე უნდა გავიდეთ? ხო, ისა აბე ჩანს აბე. აწვერი ხო? ანუ ესე შევიდე და დავინახავ. მიდი ხო. ესე ჩანს იქით. კი ბატონო. ის რაღაცა გაკეთებულია ძალის ისა. აჰა. იქ გაჩერე ხიდან. იქიდან ვგიავა. ხო. დიდი მადლობა. გაიხარით. მითითებულ გზას მივყევი, მაგრამ ფიზიკურად ასასვლელი ბილიკი არ ჩანს. დრონით ვაფრინიქებ, ასე დამენახა ბილიკი, რომ დაახლოებით მაინც განმესაზღვრა ბილიკის საწყისი წერტილი. გზაზე კიდევ ერთმა ადგილობრივმა დამაკვალიანა, მაგრამ ზუსტად არცმა სახსოვდა. ამიტომ კიდევ ერთ შემთხვევაში ვკითხე და მან უკვე სწორად დამაკვალიანა. ორიენტირი დავიჭირე და მაქსიმალურად გზის ბოლომდე მივედი მანქანით. გზაში 3 თუ 4 ადამიანს ვკითხე თუ სად შეიძლება ყოფილიყო ეს ციხესიმაგრე, უბრალოდ ასასვლელი ამ ციხესიმაგრეზე. ყველამ სხვადასხვა ინფორმაცია მითხრა, მაგრამ საბოლოოდ მაინც პატარ-პატარა ინფორმაციები და მინიშნებებით მოვადექი ამ ადგილს. ჩემკან არის ფოლადაურის ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში არის ბერდიკის, იგივე ფოლადაურის ციხესიმაგრე. აქედანაც არ ჩანს ბილიკი. ბოლოს ვისაც გავესაუბრე, მითხრა რომ მიაგნებ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მივაგნებთ. ვინაიდან დროში ცოტა შეზღუდული ვარ. რომ სხვა რაღაცების ნახვაც მინდა დღეს, მაგრამ თადოთ ჩვენ რამდენად გამოგვივა, თუ გამოგვივა და ალბათ ხო კარგი, თუ არა და მოვიფიქრებთ რამეს. წავედით. ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, მხოლოდ ერთი შესასვლელით, რომელიც დაკეტილია. იგი ნაგებია ნათალი ყვითელი და წითელი ტუფის კვადრებით. სამწუხაროდ, კედლები ნაწილობრივ ჩამოშლილია. სახურავი კი მცენარეებით არის დაფარული. ჯერჯერობით რაღაც ბილიკის მსგავს მივუყვები, მაგრამ ბილიკი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. უფრო ინტუიციით მივდივარ, სად შეიძლება იყოს გზა და ბუჩქებში გავდივარ. ახლა შედარებით ღია ადგილას ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ სადმე ბილიკს დავადგები, რომელიც უკვე უშუალოდ ციხეზე ამიყვანს. თუმცა შედარებით მოვახლოვდი ახლა ციხეს და შედარებით ოპტიმისტურად ვარ გაწყობილი. ნახოთ ბოლოში როგორ ხასიათზე ვიქნები. ბევრი ცოცვის, ხოხვის და ცოტა მიწაში გორიელის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ამოვედით ახლა ჩემ წინ არის გადაშლილი, მაგრამ ეს რა გამოვიარეთ. იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ბილიკის მაგვარი რაც იყო, საბოლოო ჯამში ბილიკი არ იყო, ვინაიდან ყველა ჩიხით ვთავრდებოდა და მხოლოდ ვცდილობდი ორიენტაციით მიარა, ვინაიდან ვიცოდი ციხე სადაც არის და სავარაუდოდ გვერდზე უნდა შევმევლო, რომ ციხის მისადგომთან მოვსულიყავი. საკმაოდ დიდ დროს დავკარგე, ალბათ 9 საათი მინიმუმ, ყველაზე ცოტა რაც მოვდიოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ ვართ. მივალ ცოტაც მივახლოვდები ციხესიმაგრეს, ცოტას დავისვენებ და მე უკვე კარგად დავათვალიეროთ.
ციხესიმაგრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. ის ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას აკონტროლებდა, რომელიც ბლისკარის უღელტეხილით ლორეში გადადიოდა. საბოლოოდ როგორც იქნა ამოვედი და მოვახციე ბერდიკის იგივე ფოლადაურის ციხესიმაგრეზე. ბერდიკია მის სახელი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ის სოფელ ფოლადაურის გვერდით მდებარეობს, სწორედ ამიტომ მოიხსენებენ ფოლადაურის ციხედ. მისი აშენების ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ არსებობს ორი ვერსია. პირველის თანახმად ის მე-11-მე-12 საუკუნეებში აშენებული იყო, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად ის არ მიეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს, მაგრამ მე-16 საუკუნეზე გვენაც არ უნდა აშენებულიყო. რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს მართალი, უძველესი ციხესიმაგრეა და საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ტოპონიმი ბერდიკი პირველად ისტორიულ წყაროებში მე-17 საუკუნეში გვხვდება, მაგრამ აქ საუბარი არ არის ციხესიმაგრეზე. მაგრამ უშუალოდ ციხესიმაგრეზე საუბრობს ვახუშტი ბატონიშვილი, როგორც მას აღწერს კლდეზე დაშენებულ მაგარ ციხეს. ერთი შეხედითვე ეტყობა, რომ მრავალი ომი აქვს გადატანილი და ასევე მრავალჯერ შეუკეთებიათ ის, ვინაიდან სამშენებლო ფენებში არაერთი სახეობის ქვას შეხვდებით. ძალიან კარგი სტრატეგიული მდებარეობა აქვს ამ ციხესიმაგრეს, როგორც შეამჩნევდით და კადრებშიც დაინახავდით, და ასევე ჩემ თავზეც გამოვცადე, მაღალ კლდეზე დგას ეს ციხესიმაგრე, შერწყმულია კლდესთან და დამპყრობელს ძალიან გაუჭირდებოდა აქ ამოსვლაც და რა თქმა უნდა შემდეგ მისი აღებაც. ეს ციხესიმაგრე ორი ნაწილისგან შედგება. ციტადელისა და ქვედა ციხისგან. უნდა ვთქვათ, რომ ქვედა ციხე ციტადელს ზომით დაახლოებით 3-ჯერ მაინც აღემატება. ზედა ციხეს რაც შეეხება, ის 4 კოშკისგან შედგება, რომელიც ერთმანეთს კიბეებითა და კარებით უკავშირდება. ქვედა ციხის ტერიტორიიდან შესვლა შეუძლებელია, ამიტომ კვლავ გარეთ გასვლა და გვერდიდან მოვლა გადავწყვიტე, რომ ზედა ნაწილში შესასვლელს მივაგნო. შორიდან, როდესაც უყურებ, ერთიანი ციხის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი გალავნით შემოლებულს, მაგრამ მიახლოებისას ხვდები, რომ ქვედა და ზედა ციხე დამოუკიდებელი ნაგებობებია. თუ ამ ციხეზე ლაშქრობას გადაწყვეტ და პირველ მონაკვეთს ამოხვალთ ქვედა ციხემდე, არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება რთული სასიარულო. არამედ თუ გსურთ, რომ ზედა ციხეზეც ამოხვიდეთ, კვლავ ცოცვა მოგიწევთ. ნახევარკალზე უნდა გამოიაროთ, ძირითადად კლდოვან მასაზე, რომელიც ძალიან სრიალებს. ხოლო ბოლოში მოგიწევთ ამოცოცება. ეს არ ვიცი, შემოსასვლელი კარიბჭე იყო თუ გაუთ დროთა განმავლობაში ჩაინგრა და ასე ბუნებრივ შესასვლელად გადაკეთდა, მაგრამ ამოვცოცი და უკვე ზედა ციხის ტერიტორიაზე ვარ. ამიტომ აუცილებელი აქ ამოსვლისას კარგი ფეხსაცმელი გქონდეთ, რომელიც არ სრიალებს და ასევე კომფორტულად გეცვათ სამოსი, ვინაიდან ცოცვისას მაქსიმალურად კომფორტულად იყოთ და მშვიდობით ამოხვიდეთ. არსებული 4 კოშკიდან ყველაზე მაღლა მდებარეს მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნაწილი აქვს გადარჩენილი. მეორე კოშკი, რომელიც გეგმით ვიწრო და წაგრძელებულია, პირველი სართულია შემორჩენილი. მეორე და მესამე სართულები ნაწილობრივ დანგრეულია. მესამე უნდა ყოფილიყო მთავარი კოშკი, რომელიც ყველაზე დიდია. მეოთხე შედარებით კარგადაა შემორჩენილი. ამ ტერიტორიაზე იყო სპეციალური ადგილები საკვების შესანახად, დილეგისთვის და კიდევ სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ამ ტერიტორიიდან გადასვლა არა უსაფრთხო და მეც თავს ვიკავებ. საქართველოში არაერთ ციხესიმაგრეზე ყოფილ ვარ, მაგრამ ეს ციხესიმაგრე შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც უგამორჩეულესია, სადაც კი ოდესმე ყოფილ ვარ. მართალია ფოტო-ვიდეო დავათვალიერე სანამ აქ მოვიდოდი, მაგრამ ასეთი შთამბეჭდავი და მასშტაბური არ წარმომედგინა. და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მიტოვებული ეს ციხესიმაგრე, ვინაიდან არავითარი მარკირება არ არსებობს, ბილიკებიც არ არის, როგორც ნახეთ, მხოლოდ საქონელი დადის და იმათი დატოვებული კვალია. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აქ ბევრი ადამიანი არ დადის
და ეს ორმაგად სამწუხარო, ვინაიდან როდესაც ასეთი ციხესიმაგრე გვაქვს, ვფიქრობ იმ ადამიანებს, ვისაც მოგზაურობა გვიყვართ და განსაკუთრებით ძველი არქიტექტურა აუცილებლად სანახავია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში რაიმე პროექტი იქნება, რომლის მეშვეობითაც ეს ციხესიმაგრე შეკეთდება, ვინაიდან ჩამონგრევის პირასაა, გამაგდება ბილიკებიც იქნება, მარკირებაც და ბევრი ადამიანი მოვა და ჩვენსავი დაათვალიერებს. ძალიან მიხარია, რომ აქ ამოსვლა მაინც შევძელი, ვინაიდან იყო რაღაც ეტაპები, როცა ვიფიქრე, რომ ალბათ ვერ მოვაგნებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აქ ვარ და იმედი მაქვს სათანადოდ გაგიზიარეთ ეს. ახლა კი დაშვების დროა. დაშვება უფრო სახიფათოა, ვინაიდან სრიალებ და მიწა და ვეცდებით მაქსიმალურად ფრთხილად და უსაფრთხოდ დაბრუნდე მანქანასთან, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი მოგზაურობა. დაბლა ჩასვლა ყოველთვის უფრო სახიფათოა, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად ჩავდივარ. ასეთ ამინდში აქ ამოსვლა არაა უსაფრთხო, მაგრამ თუ გაქვთ სოცვის უნარები, გიზიდავთ ასეთი ადგილები და სიმაღლეში არ გაქვთ, აუცილებლად გირჩევთ თქვენც მოხვიდეთ და მოინახულოთ. დარწმუნებული ვარ, არ ინანებთ. სამშვიდობოს გასვლის შემდეგ დავიძარი შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. იქამდე მისასვლელად 15-20 წუთია საჭირო. დაწვიმდა, მაგრამ თავარია ციხესიმაგრესთან დაგვცალდა კარგ ამინდში ყოფნა. როდესაც ბოლნისში მოგზაურობთ, შეუძლებელია გვერდი ავაროთ ბოლნისის სიონს, ვინაიდან ის ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარია საქართველოს ისტორიაში და კულტურაშიც. ბოლნისის სიონი არის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მე-5 საუკუნეში აშენებული ვახტანგ გოგასლის პერიოდში და 1500 წელზე მეტია ამაყადგას, ბევრი გაჭირვება გამოიარა, ჭირვარამი, მაგრამ ყველა ჯერზე აღდგა და დღემდე ჩვენამდე მოაღწია და გვაქვს შესაძლებლობა მოვინახულოთ, მოვილოცოთ და დავათვალიეროთ, რათა გავეცოთ როგორც კულტურული თვალსაზრისით, ისე რელიგიური და ისტორიული თვალსაზრისითაც. პირველი ტაძრის შემდეგ არაერთხელ შეიცვალა მისი ფორმაც, ალბათ გამოსარჩევია მე-8 საუკუნე, როდესაც ტაძარზე აღმოსავლეთ მხრიდან მცირე სამლოცველოც მიაშენეს. რა თქმა უნდა, მტრების შემოსევების დროსაც არაერთხელ დაზიანებულა, მაგრამ ალბათ ყველაზე გამოსარჩევია მე-17 საუკუნე, როდესაც 1634 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად ტაძარი საკმაოდ დაზიანდა. თუმცა მოგვიანებით როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით კვლავ აღუდგენიათ. მე-17 საუკუნის ბოლოს გიორგი მე-11-ის ბრძანებით ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლოც აღმართა. ამის შესახებ გვამცნობს სამრეკლოზე განთავსებული წარწერა. ეს აღდგენითი სამუშაოები უმთავრესად აგურით იყო შესრულებული. როცა წარწერებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ბოლნისის ტაძრის ის ფასადები, რომლებმაც საქართველოში არსებული უძველესი ქართული წარწერები შემოგვინახა. ერთ-ერთი წარწერა მშენებლობის დაწყებისა და დასრულების თარიღებს იუწყება. ხვა რომელზედაც ეს წარწერა ამოკვეთილი, ახლა თბილისში, სახელმწიფო მუზეუმში ინახება. მეორე წარწერა გვამცნობს ტაძრის მშენებლობის შესახებ. მესამე წარწერა ორ უცნობ პირს მოიხსენიებს. ალბათ ბოლნისის სიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არის ეს, ვინაიდან ჩემ უკან სარკმლის თავზე არის ის ცნობილი წარწერა, რომელიც ასომთავრულზეა შესრულებული და ყველაზე ძველი წარწერაა, რაც კი მოგვეპოვება ასომთავრულზე შესრულებული. მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ მოხსენებულნი არიან ბოლნისის ეპისკოპოსი დავითი, ვახტანგ მეფე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტოპონიმი ქართლი. გარდა ამ წარწერისა, ამ ეკლესიაში ხვდებით უძველეს გამოსახულებებს, სადაც არის შესრულებული ხარისთავი, ცხოველები და ფრინველები. ბოლნისის სიონს როცა ვახსენებ, პირველი გვახსენდება ამ წარწერასთან ერთად ბოლნური ჯვარი. აქ რამდენიმე ტიპის ჯვარს ხვდებით, მაგრამ ყველაზე გამოსარჩევია ის ჯვარი, რომელიც ბოლოებით ფართოვდება და ეს გადაიქცა არა მარტო ბოლნისის სიონის, არამედ მთლიანად ალბათ საქართველოს სიმბოლოდ. ცხოველთა და ფრინველთა ფიგურები წინა ქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი რელიეფური კულტურული გამოსახულებები პირველად გვხვდება ქართულ არქიტექტურაში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ბოლნისის სიონი პირველი ტაძარია, რომელიც ჩუქურთმებითა და ბარელიეფებით მორთეს.
ბოლნისის სიონიდან დავიძარე ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სანახავად. იქ არასდროს ყოფილი ვარ, ამიტომ ერთი-ორად აღტაცებული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავეცნო იქ დაცულ არტეფაქტებს. მუზეუმი ორშაბათის გარდა ყოველდღე მუშაობს, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. სტანდარტული ბილეთი 8 ლარილის. მუზეუმი გასულ საუკუნეში 1951 წელს დაფუძნდა. შენობას რესტავრაცია 2020 წელს ჩაუტარდა და დღეს ის თანამედროვე სტანდარტების მუზეუმია. მუზეუმში დაცულია ბოლნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ახალი ქვის ხანიდან, ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-5 ათასწლეულებს და გვიან შუა საუკუნეებს. წარმოდგენილ არტეფაქტებში ხვდებით მიწის დასამუშავებელ იარაღებს, ქვის სკულპტურებს, ბრინჯაოს ხანის ხელცურებს, სამკაულებს, ჭურჭელს და ასე შემდეგ. ასევე უნდა აღვნიშნოთ აქ დაცული უნიკალური ქართული დამწერლობის განვითარების ამსახველი მასალა, მათ შორის გამოსარჩევი 1712 წელს გამოშვებული ვეფხისტყაოსანი. განსაკუთრებით მომწონს ქვის ტელები, ბარელიეფები, რომლებზეც შესრულებულია წარწერები. აქ მოსვლისას და ექსპონატების დათვალიერებისას შეუძლებელია სიამაყის განცდა არ დაგეუქმოთ. საგამოფენო სივრცის ბოლოში შესაძლებელია გავეცნოთ 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიდან ჩამოსახლებული გერმანელების ისტორიას, რაშიც აქ წარმოდგენილი ფოტო მასალა და საყოფაცხოვრებო ნივთები გვეხმარება. ამ თემაზე უფრო მეც მოგვიანებით მოგითხრობთ. ახლა დავტოვე ეს არაჩვეულებრივი მუზეუმი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ, ვინაიდან არ მეგონა ამდენ არტეფაქტს ერთად ვნახავდი. მართალია სულ 4 დარბაზია, მაგრამ 4-ვე დარბაზი არის ბოლომდე გადატვირთული და ფაქტობრივად მთელი ისტორია ამ მუზეუმში მოქცეული. ვინც აპირებთ ბოლნისში მოგზაურობას, არ გაიაროთ ამ მუზეუმის ნახვის გარეშე, ვინაიდან ერთი-ორად მეტი წარმოდგენა შეექმნებათ ბოლნისურ კულტურაზე, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში ასე მრავლად. ხოლო ვინც არ აპირებთ, უნდა დააპიროთ აქ ჩამოსვლა, ვინაიდან ალბათ უძველესი საქართველო, რომელიც დაიწყო და ისტორიას მოიცავს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია, ამიტომ აუცილებელია ვიცნობდეთ ჩვენს ისტორიას და კულტურას, თუ საიდან მოვდივართ. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მხოლოდ ციხესიმაგრეებით და ტაძრებით არ არის გამორჩეული. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა უკავშირდება ბოლნის. ვისაც ჩვენ ერთ-ერთი პირველი გადაცემა გინახავთ, როდესაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოგზაურობდი, გაჩვენეთ სოფელი ელიზაბეთალი, სადაც გერმანელები ცხოვრობდნენ, გერმანელების კოლონია იყო და გაჩვენეთ მაშინ მათი სახლები და ტაძარი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მსგავსად ბოლნისშიც იყო გერმანელების დასახლება და ის იყო ერთ-ერთი ქალაქური ტიპის დასახლება, რომელსაც ეკატერინფელდი ერქვა და დღეისთვის ის ბოლნისის ერთ-ერთი მთავარი უბანია. აქ დღემდეა შემორჩენილი გერმანული სახლები, მაგრამ ახლა მოვედი ეკლესიასთან, პროსტორად სადაც ეკლესია არსებობდა. 1854 წელს აქ აშენდა ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია, რომელიც სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დროს დაანგრიეს, პირველ რიგში სამრეკლო, შემდეგ ტაძრის ნაწილი და მოაწყვეს სპორტული კომპლექსი. დღემდე სპორტული კომპლექსია ეს და ძალიან სამწუხაროა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა ვიხილოთ თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ეკლესია, მაგრამ ახლა გამარჯობა. მაგრამ ახლა გავივით ქუჩაში, სადაც სახლებია და ერთად დავათვალიეროთ ეს გერმანული ტიპით აშენებული სახლები. კატარინენფელდის ყველაზე ძველ ნაწილს ადგილობრივები გერმანულ უბანს ეძახიან. სახელი ვიურტემბერგის დედოფალ კატარინეს პატივსაცემად მიენიჭა. მას სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. პირველი მსოფლიო ომის დროს და შემდეგ საბჭოთა პერიოდში. უბანი რამდენიმე ქუჩას მოიცავს. სახლების უმრავლესობა კოსტავას, გიორგი სააკაძის და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე მდებარეობს. Google-ის რუკაზე მათი მითითებისას არასწორ მდებარეობას გვიჩვენებს, მაგრამ თუ ადგილობრივებს შეეკითხებით, ზუსტად მიგასწავლიან.
ვფიქრობ, დღევანდელი მოგზაურობა ძალიან საინტერესო გამოვიდა, მრავალფეროვანი იყო ეს მოგზაურობა. დავიწყარით ციხესიმაგრე, გაგვიმართლა რომ შევძლიათ იქ ასვლა, გავიცანით ასევე ტაძრებს, მუზეუმს და ასეთი ლამაზი ადგილიდან გემშვიდობებით მომავალ მოგზაურობამდე, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საქართველოში. იმედი მაქვს თქვენც ჩემთან ერთად იმოგზაურეთ და ისევ ისიამოვნეთ, ისევე მოგეწონათ ის ადგილები, როგორც მე. მომავალ შეხვედრამდე. შემდეგ გადაცემაში შიდა ქართლში, კერძოდ კი კასპიის მუნიციპალიტეტში გადავინაცვლებთ. წინ საინტერესო ადგილები გველოდება.